მოგესალმებით მეგობრებო, როგორ ხართ? ნახოთ დღეს ყავის ჭიქა რას გვიკარნახებს. რა კარნახე იქნება? რაღაცა ბევრი დარდია და ნახეთ კატის თავი ჩანს ჭიქაში. რაღაცაზე ძალიან დარდობთ, ძალიან კარგი შეხვედრა გაქვთ, სასიყვარულო შეხვედრა გაქვთ. ერთი რიცხვი ერთი დგას, ესე იგი ერთ დღეში, ერთ საათში, შესაძლოა პირველ საათზე შეხვედრა გაქვთ. ძალიან ბევრი კითხვა გაგიჩნდებათ. აქ გადაჭრა ხდება რაღაცა საქმის და საჭიროა ამ კითხვების, ასე ვთქვათ, რეალიზება გადაჭრა ამ საკითხების, რა საკითხებიც გაქვთ ამ ეტაპზე და ძალიან ადვილად გადაჭრით ამ საქმეებს, რა ჩანაფიქრებიც არის ქაღალდებთან დაკავშირებით სავარაუდოდ ან მიმოწერასთან. ხო, ასევე მთელი რიგი დაძაბული გადაწყვეტილებების შემდეგ მე ვიტყოდი რომ ნანატრი წარმატება მოვა. იმიტომ რომ ადიხართ, ნაძვისხია ძალიან კარგი ლამაზი და შეხვედრა არის ვისთან როგორ თუ საბუთებთან გაქვთ საკითხი აუცილებლად გამოდის კვირის ბოლომდე ან შეიძლება რაღაცა კონტრაქტია, არ ვიცი, ერთი სიტყვით ძალიან კარგად მიდის მინდა გითხრათ და ასევე სასიყვარულო შეხვედრაც ფიქსირდება მეგობრებო, შერიგება ფიქსირდება მეგობრებო. ძალიან კარგი ახალი ამბავი მოდის, პოზიტიური. საერთოდ ახალი გზები გაქვთ უამრავი ჭიქაში, ვინც უყურებს ამ პროგნოზს. ნამდვილად საქმე მიდის აღმართისკენ, რა საქმეც გაქვთ დაწყებული, ბევრი ახალი საქმე გექნებათ საერთოდ, თუ რაიმე საქმე ახლა დაწყებული გაქვთ, აღმართისკენ მიდის. ფრთხილად იყავით ჯვასოსთან და გლასოსთან, ძალიან ფრთხილად იყავით, აი ამ ორ ადამიანთან საქმეებში, პირადშიც და ურთიერთობაშიც და მეზობლებშიც, ჯუ და გლ. ძალიან ფრთხილად. ასუც არ მომწონს ამ ჭიქაში. მტერია ბევრთან. ახალი გზები, ხედავთ ხო, ახალი გზები, ახალი სტიმულები, ეს შეხვედრა ძალიან მომწონს საერთოდ, სტიმული მოგეცემათ. გამოიყენეთ ყველა შესაძლებლობა, ეუბნებიან. მოახერხებთ. ბევრი თავგადასავალი ჩანს ახალი, თავგადასავალი გართობას უფრებით ვირფასებო. თქვენ ისეთი როგორც ნეფერტიტი, როგორც დედოფალი ნეფერტიტი ესე ხართ, ან როგორც ჩანს, აქ რაღაცა სირთულე იყო, თეთრი ჯვარია, ხო, მაგრამ ეს სირთულე გადაიქცა წარმატებით. ეგ ერთი მეორე აქ ვიღაცაზე, ნახეთ, თუ მოულოდნელად თქვენი ოჯახის საქმე უკან მიდის, აქ რაღაცა ჯადუები კეთდება თქვენზე, მამაკაცი და თქვენ ერთმანეთს უყურებთ, თქვენ შორის წერტილია ვიღაცამ მესამე პირმა, აი ამ არ ვიცი რა დავარქვა თქვენი და დავარქვით. ამან რაღაცა მოიმოქმედა ძალიან ცუდად თქვენზე. და ელოდება ზარს, პასუხს ელოდება ამბის გაგებას, აბა როგორ არიან იკრიჭება, იღიმის, ცუდად იღიმის, ძალიან ცუდად წავა მის საქმე, ყველაფერი დაუბრუნდება სხვათა შორის. თუ თქვენ აკეთებთ რამეს ვინმეზე, მე ამას არ გირჩევთ, იმიტომ რომ ბრუნდება ბუმერანგს მიჩვენებს. ვინც გააკეთა, იმაზე მიდის. თუ ვინმეს დაშორებას ცდილობდით, არ ეცადოთ, არ გამოვა. არც ამ წყვილის დაშორება არ გამოვა. დროებითი ვარიანტია აქ. გადახდილია თანხა მიჩვენებს, ფულიც გადაიხადა სხვათა შორის ამ ყველაფერში. ასევე ვიტყოდი აქ წავშალე, მაგრამ საერთოდ ბედნიერი შეხვედრა არის, მაგრამ ხელა გული ჩანს, ძალიან პოზიტიური დღე, პოზიტიური კვირა. რაღაცა კვირის ბოლომდე კარგი შეხვედრა ჩანს, საკუთარ თავზე იქნებით დამოკიდებული და პლუს ეს დამოკიდებულება არ იქნება როგორ გითხრათ, დაძაბული როგორც იყავით ისე არა, თითქოს მართალი ვიყავი, ბედნიერი ვარ, გამომივიდა, რაღაც მასეც ამბობთ. მშვიდობა გაქვთ, პოზიტიურად იგრძნობთ თავს, ბედნიერად, საყვარელ ადამიანთან ერთად ამოდიხართ და ყოფნით ტკბებით როგორც ჩანს, შეხვედრად, რომელიც გულში ფიქსირდება თან, ანუ ისეთი
ფულის ისტორიები ჩანს აქ. თუ ვინმე ელოდებით მომავალ პარტნიორს, ეს ადამიანი ძალიან მალე გამოჩნდება. სხვათა შორის მეგობრებო, რა მინდა გითხრათ, რაღაცა ეს საერთოდ არ მომწონს მეგობრებო, თუ ასოც, იცით? თუნდაც იყავით, მათთან აქ ბევრი მტერია, გასო თუ ასო, წეგანაც რაღაც ასოებით კი აღარც მახსოვს, იმიტომ პორტალში ვარ ახლა, ეგ ერთი მეორე რაც არხიდან მოდის იმას ვამბობ, რასაც გვგრძნობ და კიდევ ეს ჭიქა საერთოდ ცოტა არეულია, ცოტა არ მომწონს, მაგრამ რა მინდა გითხრათ. თქვენ რატომაც ბევრნი სავარაუდოდ ხო? ჭამასთან დაკავშირებით არის აქ. თითქოს საკვებზე ხართ პრიორიტეტია საკვები და რაღაცა თქვენი ჭამა საკმაოდ პრიორიტეტში გაქვთ, ანუ კვება და სუქდებით ხო, ძალიან ფრთხილად იყავთ, შეიძლება მოიმატოთ სხვათა შორის. თემას შეიძლება არც ეხებოდეს ჭიქაში, მაგრამ მე ასე ვხედავ. ვიღაცასთან ამის პრობლემა დგას, წონის პრობლემა დგას. მიხვდებით, ვიზეც არის ნათქვამი. გადაწყვეტილებას გულით იღებთ და არა გონებით, ასე მიჩვენებს. აქაც რაღაცა ბალანსირდება, მაგრამ ეს მტერი ცოტა არ მომწონს. უბრალოდ რის თქვა სურს იცით? სიმარტივეს აფასებთ. რაღაცა რთული მომენტები აქ არ ჩანს ეხლა ისეთი, რომ თქვათ, რომ არ გამოდის ის, რასაც გეკმავთ, მაგრამ მარტივად მართლა არ იქნება. უბრალოდ კონფლიქტური ენერგიები დგას და კონფლიქტებით ვითარდება ის ყველაფერი, რასაც ახლა ახალს გეკმავთ, ვიტყოდი. ხო, და კიდევ შემცვლელი ფაქტორი ძალიან ბევრია, მაგრამ მაინც გაიმარჯვებთ. გამარჯვების დროშები ჩანს ამ ჭიქაში. გადაწყვეტილებას მიიღებთ გულით და არა გონებით. ასე. უბრალოდ მარტივად თუ ფიქრობთ, რომ მარტივად წავა, მარტივად ვიწავ, არა. მარტივად არა, მაგრამ უბრალოდ გამარჯვება ნამდვილად ჩანს, იმიტომ ძალიან დიდი ხეა. ხე, რომელიც იზრდება და ვითარდება და ახალი გზებია უამრავი, შეხვედრებია უამრავი, ასრულება ხუთიანიც გზირდება, მეგობრებო. ძალიან არ მომწონს თილასოს უფრთხილდით. ფრთხილად იყავით ამ ადამიანთან. წარმატებები, ძვირფასეობით ისეთი არაფერი არ ჩანს. აბა მომავალ შეხვედრამდე.